საოცარი შესრულება მოვისმინეთ, ალბათ ყველა დამეთანხმება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გადაცემა, რომელიც დღეს თავიდან ბოლომდე ეთმობა გორის ქალთა კამერულ გუნდს და ჩვენ შემოგვიერთდა გუნდის წევრი თამარ ოქროპირიძე, არაჩვეულებრივი მუსიკოსი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის, მუსიკოსობაზე რა გითხრათ. ვცდილობ. იმედია. თეონას დიდი ხანია რაც გუნდშია. სახუმარო ამბავია, მე რატომღაც მგონია რომ არის მოხდეს. თეონას ვერსია ხელის აწევით ველაპარაკებ. თეონას ვერსია ჩვენ მოვისმინეთ, როცა ის მოვიდა 2003 წელს და დახვდა ძალიან საინტერესო შემადგენლობა. გვაინტერესებს თქვენი ვერსია როგორია, როგორ დაიწყო ეს დიდი და საინტერესო თავგადასავალი. ცოტა შემაგვიანდა რეპეტიციაზე ლექციის გამო და ჩემს ადგილზე დავინახე ქალბატონი დაბრძანებული. მეთქი სოპრანოში ახალი ხავს მომღერალი. მე სოპრანო. ჯერ არ ქონდა ხმა მოღებული. ბატონო შალვა ჩემს ადგილზე თქო, ბინზის თქო ჩუმად და გაეცინა ამაზე და ოჰოჰო. გადაჯექი ვაკეთო პირველად ეს გადასვა. ბი გაქვთ ანუ. კი, პირველი სოპრანო ხო თავის იმაზე. კი, აქაც ახლაც რეპეტიციაზე ყველას თავისი ადგილი აქვს, კი. თავიდან როგორც შემომაცინა, ისე მოვდივარ ერთად. კი, სიცილკისკის. მაგით მიგანიშნე რომ მე ერთად ვიქნებ. 1997 წლიდან უმღერი მე თეონა 2003 წელს მოვიდა. 26 წელი ისე. 27 წელია. ჩემი მათემატიკის მასწავლებლები ამაყობენ. კარგი მოსწავლე ვიყავი. თეონა, მიუბრუნდეთ იმ თემას, რომელზეც ცლად ვერ ვისაუბრეთ პირველ ნაწილში ჩვენი ინტერვიუს. ბევრი სიახლე იყო, როდესაც გახდი ხელმძღვანელი 2013 წელს. აი ამ სიახლეებში რა იყო და როგორ მიიღო თუნდაც ხალხმა ეს სიახლე ან თუნდაც საზოგადოება, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია ხოლმე რაღაც სიახლეებისა და. იცი რა, ეგრევე გადავწყვიტე, უკვე რომ გადმოვიდა ჩემ ხელში ყველაფერი, პირველ რიგში ზოგადად მრავალფეროვნება მიყვარს. აი, რაც არ უნდა პატივსცემდე მაგალითად ელა ფიჯერალდს და ძალიან დიდ პატივსცემს, ეხლა ერთი დღე, მთელი დღე ვერ მოусმენ რა. ანუ სხვადასხვა აი ჩანაწერებსაც რომ ვალაგებდი ხოლმე, ანუ ხო არის რომ თლიანად ფირფიტას უსმენ და ატრიალებ. მე ყოველთვის მიყვარდა ხოლმე ხან ჯერ ის დაიწყება და ვერ ისე ვალაგებდი რომ რა ისე მრავალფეროვანი ყოფილიყო რა. ეხლა კონცერტებსაც მასე ვალაგებ ხოლმე თანმიმდევრობას. და ნუ ღრმათ ვიყავი დარწმუნებული რომ მაყურებელს თუ რაც უფრო მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებ, მით უფრო კარგია. არა მხოლოდ აკადემიურს რა თქმა უნდა რა. აი თან კიდე რა არის იცით? როცა შენ კონცერტზე მოდის ადამიანი და აი ჯოდასენის მერე რომ მაგალითად ვერდის ავევერუმს რომ მოასმენინებ ხო უფრო დაინტერესდება ის ვიდრე აი იმ ვერდის რომ მოაქცევ კიდე პალესტრინაში და კიდე რაღაცა ესეთ იქით აქეთ აი სულ როგორ გითხრა ერთს როგორ რა ვთქვა ახლა ერთფეროვანი არის მეთქი რანაირად უნდა ვთქვა ამით მე მივაღწიე იმას რომ ჩვენს გუნდს უსმენს 2 წლის ბავშვიდან დაწყებული 90 წლის ადამიანით დამთავრებული სულ რა და ჩემთვის ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა და თან უყვარს. არა, და რეალურად თქვენი გამოდის ერთგვარი ხრიკიც არის და სუპერ შესაძლებლობა უსმენს მსმენელი იმას, რაც მოусმენია, მაგრამ სრულიად სხვა ხარისხში აყვანილს და მერე შეიძლება ახალი აღმოჩენა გააკეთოს და სრულიად სხვა მუსიკა აღმოაჩინოს თქვენი დახმარებით, რაც ნამდვილად ძალიან დასაფასებელია სხვა დანარჩენთან ერთად, რასაც აკეთებთ. გუნდის მიდგომა როგორი იყო, იმიტომ რომ შემოვიდა ეს სიახლე, მსოფლიოს ხალხთა მუსიკა, ექსპერიმენტები, ელექტრონული მუსიკა, აი რთულია ზოგადად ხო გუნდში ბუნებრივი რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი შეიძლება იყოს და თამარ თქვენთან იქნება ეს კითხვა, გუნდი როგორ წაყვა აი ამ სიახლეებს. ან თეონა იმდენად ნიჭიერია, ან რადგან გვერდზემიზის, მაგიტომ არ ვსაუბრობ ახლა ესე. ანუ იმდენად სანდოა ყველაფერში, რომ არ შეიძლება რომ შეეწინააღმდეგო. შეიძლება რაღაცა მცირე დეტალი იყოს და ძალიან ფაქიზად უნდა მიაწოდო ეს და თუ თვლის ყველა ერთად საჭიროთ რა ის პატარა დეტალი შესაძლებელია კი მაგრამ ზოგადად თეონას გადაწყვეტილებაში ეჭვი არავის არ ეპარება იმიტომ რომ საბოლოოდ შედეგი ყოველთვის არის სახეზე და ეს უკვე ნიშნავს იმას რომ თეონა ესე იგი სწორი ნაბიჯი გადადგა და ჩვენც უკვე ყველა ჟანრში ნებისმიერ ჟანრში იმდენად გვსიამოვნებს მუშაობა რომ აი დღეს ახლა მაყურებელი კიდევ ერთ ძალიან კარგ არაერთს კარგ სიმღერას მოისმენს, თუმცა ეს ელექტრონული რომ ახსენეთ.
მთელი დღე გვაქვს აკვიატებული, ანუ იმდენად სასიამოვნოა, ანუ ის კლასიკური ჟანრის სიმღერები, ეს ხალხური სიმღერები, ჩვენი სხვა ქვეყნების ფოლკლორი და ასე შემდეგ. ყველა არის ძალიან ესეთი ხარისხიანი და ძალიან კარგი, რომელსაც ირჩევს თეონა. ჩვენი მაყურებელი ერთგვარ პერფორმანსს ნახავს და მოისმენს ახლა სულ ცოტა ხანში. ლხინი სოფლად ეს არის კომპოზიცია, რომელსაც ერთად უნდა მოვუსმინოთ. ჯემალ ბეგლარიშვილის მუსიკა და ტექსტი ხალხურია. რო გითხრათ ეს რა გამოწვევა იყო და რა გველისწინ სულ ცოტა ხანში. ხო, ჯემალ ბეგლარიშვილის, ჯერ მინდა ვთქვა თვითონ ამ პიროვნებაზე, რომ გორელი კომპოზიტორია და ჯერ კიდევ არ იცის ქართველმა მაყურებელმა და მსმენელმა მისი ფასი რა. იყო როგორც კომპოზიტორი და როგორც ადამიანი, აი ვერც სიტყვი რომელს ჯობდა იმდენად კარგი თანხwebdriverში იყო ორივე ერთად და ეს ყოველთვის ძალიან დიდი ბედნიერება არის ხოლმე, როცა ესეა რა და ჩვენ მქონდა და პირადად მე მქონდა ბედნიერება რომ მისი აი უფროსი მეგობარი მეწოდებინა. ჩემი პედაგოგი იყო, სოლფეჯიოს მასწავლიდა. სოლფეჯიო ჰარმონიასაც ასწავლიდა და მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო რა და სხვა შორის გვიან დაიწყო მანაც მუსიკის სწავლა, როგორც მისგან ვიცი და კიდე სხვა ინფორმაციებისგან, მაგრამ აი მართლა რომ დაიწყო ისეთი სერიოზული საგუნდო მუსიკა აქ ჩვენ კიდე გვაქვს ჯემალ ბეგლარიშვილის სხვა ნაწარმოებები რეპერტუარში და კიდე მინდა რაღაცები გავაკეთო რა და მართლა ისეთი ადამიანია გაიცნოს. კი რა აი გვაცნობთ. კი და ხალხსაც აცნობთ. ხო და ეს არის თვითონ ეს ნაწარმოები მართლა ძალიან თეატრალური ნაწარმოებია რა, მარტო ის არ არის საგუნდო, რაღაცა ისეთია სპექტაკლებით პატარა და ძალიან კარგი. მაშინ ნახოთ მინი პერფორმანსი, მოусმინოთ გორის ქალთა კამერულ გუნდს ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებით ლხინი სოფლად.
გრძელდება აკუსტიკა, მე არ მომბეზრდება გამეორება, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა გორის ქალთა კამერულ გუნდს. კვლავ ჩვენთან ერთად არიან თეონე ცირამუა და თამარ ოქროპირიძე. როგორ დაიწყო ყველაფერი ამაზე ვისაუბრეთ? სადამდე მიხვედით ამაზე ცოტა მოგვიანებით გადავალ, უკვე დღეს რა ხდება და კოსმოსში რო ხართ. მაგრამ იქამდე უნდა გავიხსენოთ აუცილებლად თქვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი, ქეთი მელუასთან მუშაობა. ეს საოცარი ამბავი იყო, არ ვიცი ვინ არ მოგისმინათ, გქონდათ მიწვევები, 2 ტურნე იყო, ხო, 2016 და 2018 წლებში. მიგიწვიეს BBC-ზე, როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში. იყავით გრემ ნორტონის შოუში. გისმენდათ უილ სმიტი, არ ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, ეხლა პრინციპში ესე გასაოცრად თქვენთან არაფერი არ ჟღერს, იმიტომ რომ უკვე დაამტკიცეთ, რომ მართლა ამ განზომილებაში არ ხართ. გაქვთ კიდევ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ან და ხო, იცი რა, აღარ ჩამოდის მგონი ბოლო. კი, ეს შაშან იყო ზაფხულში. ბავშვის ნათლია ვარ მე, და შაშან იყო ჩამოსული. ხო, და სანდროს ნათლიათ ამირჩია და ამისთვის მართლა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას და იყო ჩამოსული ზაფხული იყო მე მგონი. ხო და ჩამოდის ხოლმე, ოღონდ ძალიან იშვიათად. ნუ ისე ხშირად ვერც ჩამოვა ეხლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბრიტანული პრესაც წერს, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანი, იმიტომ რომ მეტროთ იმგზავრობს და რაღაც ეგრე წერენ ყოველ შემთხვევაში. ძალიან თავმდაბალი არის, ძალიან ჭკვიანი არის, ძალიან კარგი საურთიერთობო არის, იმიტომ არა რომ აი რაღაცა მიკერძოებულად ვსაუბრობ. ვისაც გაუცნია ქართველებს თქვა, ყველას იგივე აზრი აქვს. და სიტყვის პატრონია რა, აი რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, რომ იტყვის, ტყუილა არ ამბობს, ძალიან ჭკვიანია რა, აი ხო ამ პატარა გოგოს იქით იმალება, იცით რა მხელა ისა მართლა, აი ძალიან გონიერია რა და სულ ცდილობს ახალი რაღაც ისწავლოს, სულ ცდილობს აი რაღაც ახალი ინფორმაცია მიიღოს და ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო გოგოა და ტყუილა არ არის ის შედეგი, რაც დევს მის შემოქმედებაში, ეს ისე ჰაერიდან არ მოდის, რა თქმა უნდა, რა, ეს მისი. მე უკვე აქ დაწყებული ისტორია, როგორ დაგვირგვინდა და რა ზღაპრული მოგზაურობა გაერე, ვიცით და აღარ ჩავიდეთ ამ დეტალებში. თუმცა მაინც, თამარ, ეს შეკითხვა იქნება კონცერტებთან დაკავშირებით. რამდენი კონცერტი გქონიათ? ალბათ ესე ვერც გაიხსენეთ ზუსტ რაოდენობა. ესეთი კითხვები საერთოდ არ გვიყვარს ხოლმე ერთი გამოარჩია, რასაც არ უნდა არა, ვერც ვარ ჩემ ხოლმე ძალიან რთულია, მაგრამ აი მაინც ემოციურად თუ იყო თუნდაც ხო, აი პირველი რაც გახსენდებათ, შეიძლება გარემო იყოს. არა, ზოგადად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიცით რომ რთულია, მაგრამ აი ეხლა პირველი რაც გაგახსენდებათ, ქვეცნობიერი რასაც გვიპასუხებს, ეგ გვაინტერესებს. მე გეტყვით მაშინ, აი ყველა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა კონცერტს თავისი შინაარსი და თავისი დატვირთვა აქვს, თუ რატომ ვიღებთ, ვინ გვეპატიჟება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ აი რაღაცა მინდა დავაკავშირო ესეთი პატარა ისტორია, ანუ მივიღეთ მონაწილეობა ანუ მელუას პროექტში. მიგვიწვიეს BBC-ს ტელევიზიაში, გადაცემაში, ყველაზე ცნობილ შოუში და აი ამის იქით კიდევ სად უნდა წავიდეთ, ვამბობთ, აი სადღაა ადგილი და რამდენი წუთში მთვარეზე გაგვიშვეს. ანუ ამას მილოცავდნენ ჩვენ ნორტონის შოუში რომ მივიღეთ მონაწილეობა, ისეთი მომღერლები მილოცავდნენ, ნუ ეს რამხელა მიღწევა და მართლა ვის უნდა მოასმენინოთ თქვენი რამღერი, რომ კიდევ ესეთი რაღაცა შოკი მივიღოთ. რამდენიმე წელიწადში მთვარე მოგვისმენს. ეხა მარსია. უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. მარსია. ასე რომ ლიმიტი ზღვარი არ არსებობს. ანუ ესე გამოდის. ყველაზე რთული სადაც მისვლა ეს არის მსმენელის გული, ალბათ ეგ ყოველთვის გამოგდიოდათ და მე უკვე საზღვრები აღარ არსებობს ნამდვილად. მე თუ მკითხავ მსმენელის გული ყველანაირ იმას ჯობია რა ქვია ასე ვთქვათ. მიმართულება. კი, მსმენელის გულით გიშვებს მე დამსახურებულად. აი ეგ არის ხო? ო და ეხა რამდენი ერთმანეთთან არის კავშირში ასე ვთქვათ, მაგრამ რამდენ გულთან მივა ეხა შემდეგი შესრულება, ვიცი უკვე და დარწმუნებული ვარ ამაში. ლელა თათარაიძესთან ერთად შეასრულებთ შემდეგ სიმღერას. ეს არის მახვდია, რომელიც გოგი თურმანაულის ლექსზე დაიწერა. ქალბატონ ლელასთან მუშაობა, არც ვიცი, გავიცი, მე ვერ გავაკეთებ ალბათ ვერანაირ აი ზუსტად. ალბათ სიტყვები უძლური არის ამ შემთხვევაში და რთულია რომ ქალბატონი ლელა ბავშვობიდან ვუსმენდი მე და ყოველთვის აი რაღაცა ყურში რომ რაღაც დანასავით რო გაქვს მისი ტემბრი რა, ხო. და ისეთი ბედნიერი ვარ და ასევე კიდევ ერთხელ მადლობა რომ აი ესეთ ამ იდეისთვის რომ ქალბატონი ლელა რო აირჩიეთ ჩვენთან ერთად ასე ვთქვათ დუეტში
მართლა ძალიან აი გუნდი ეხაც ვერ გამოდის იმ შტაბ-ჭრილებიდან ქალბატონი ლელა რომ მოვიდა ჩვენთან და აი ეს რომ დაატრიალა მის თავისი ურაგანი ხმაში და ეს ენერგია ნუ რაღაც თავისი ორბიტა აქვს ამ ქალბატონს რა რაღაც პატრიოტი და თავისი კუთხე და როგორ ხო როგორ შეყვარებულია თავის კუთხეზე და როგორ იცავს ყველანაირად ან სიმღერის დროსაც როგორ უნდა დაიცვა ყველა მელიზმა ყველა ბგერა ეს რომ მოყვარული თვითონ არ იყო სახე თავის ანუ აი ეს არის და მორჩა ძალიან მაგალითად რა აი ვერც ვაგრძელებს საუბარს იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ უფრო ვერ შევაფასებ იმას რაც ძალიან დიდია კი მართლა ამიტომ ჯობია რომ მოგზალიათ. ნამდვილად. თამარა, აქ უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა და გვიხარია რომ დღეს გვესტუმრე და დიდი მადლობა პირიქით. სხვა თვალით დანახული თეონას მოსვლა. და წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მაგ ახლა მოусმინოთ გორის ქალთა კამერულ გუნდს და ლელა თათარაიძის სიმღერით მახვდია, რომელიც გოგი თურმანაულის ლექსია შექმნა.
Ooh.